საქართველოში საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია $592,000 დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია VIVAH Wedding-თან გაფორმდა, რომელიც ქორწინების დაგეგმვისა და ორგანიზების წამყვანი კომპანიაა. როგორც ირკვევა, დუბაიში რეგისტრირებული კომპანიისაგან ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სარეკლამო მომსახურებას 3 ეტაპად 1 წლის განმავლობაში მიიღებს. ხელშეკრულების დანერთების მიხედვით სარეკლამო ღონისძიებები ძირითადად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიება დუბაისა და ინდოეთის 3 ქალაქში გაიმართება. მუმბაიში, დელისსა და აჰმედაბადში კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება ასევე დუბაიში. რა სჭირდება საქორწინო ტურიზმის განვითარებას და რამდენად სწორად არის სამიზნე ქვეყნების შერჩეული? დეტალებზე სასაუბროთ გადაცემაში ღონისძიებების ორგანიზატორი მუზას დამფუძნებელი სოფო ამირანაშვილი უნდა შემოგვიერთდეს. ახლა დილომშვიდობისა სოფო, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში გადაწყვეტილება თავად და ინდოეთის ბაზარი რამდენად საინტერესოა და რა საჩვენებს პრაქტიკა ამ დროისთვის? რამდენად მხარჯველუნარიანები არიან საქორწინო ტურიზმის თვალსაზრისით და რამდენად საინტერესოა საქართველო? გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და ბოდიში ცოტა არაფორმალური გარემოდან გერთვებით. რაც შეეხება ინდოეთს როგორც სამიზნე ქვეყანას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ქვეყნისთვის გაცილებით მიმზიდველი შეიძლება იყოს დასავლური ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, საიდანაც საკმაოდ დიდი ინტერესი ჩანს საქართველოს მიმართ, საქართველო როგორც ქორწილების, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ძალიან ხარისხიანი და მაღალი დონის ქორწილი ჩატარდეს. რაც შეეხება ინდოეთს, რატომ მაინც და მაინც ინდოეთი? ჩემი შეკითხვა არის, მოხდა თუ არა რაიმე კვლევა და რატომ ჩაითვალა, რომ ინდოეთისთვის ჩვენ ვართ განსაკუთრებით მიმზიდველი ბაზარი? ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ შარშან და შარშანწინ ქვეყანაში რაღაცა გარკვეული რაოდენობა ჩამოვიდა სტუმრების, არ არის საკმარისი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ დაგვერქვეს მაინც და მაინც ინდოეთისთვის მიმზიდველი საქორწილო მიმართულება. ჩემი პრაქტიკით საკმაოდ ბევრი უარყოფითი გვერდითი მოვლენა ახლავს ინდოელების ქვეყანაში ჩამოსვლას და მე შემიძლია გაგიზიაროთ თუ რა არის ეს გვერდითი მოვლენები. ვსაუბრობთ საქორწინო ტურიზმის მიმართულებით, ხო სოფო? დიახ, საქორწინო ზოგადად გულისხმობ მე საქმიანი და საქორწინო ტურიზმი, რომელსაც როგორც აღვნიშნე, აქვს ეს რამდენიმე არა რიგი მინუსებისა, რომელიც როგორც ჩვენთვის შეიძლება იყოს არაკომფორტული, ისე პირველ რიგში ვიზიტორებისთვის. მაგალითად, ერთ მხრივ ქვეყანა აცხადებს ღიობას, ასე ვთქვათ, ინდოეთის ბაზრისთვის და ამ დროს ძალიან ბევრ ინდოელს საკმაოდ დიდი პრობლემა ექმნება საზღვარზე შემოსვლის მომენტში. ჩემი პრაქტიკით ძალიან ბევრი ვიზიტორი უკანაც კი დაუბრუნებიათ ქვეყანაში. ეს ბოლო ტენდენციაც არის სოფო, წინა პერიოდში, წინა წლებში იყო მსგავსი შემთხვევები აქტიურად. თქვენ რა ინფორმაცია გქონთ ბოლო პერიოდში ხდება იგივე? იცით რა არის, ბოლო პერიოდში მაგალითად რამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული გარკვეული ჯგუფი, სადაც იყვნენ წარმომადგენლები ინდოეთიდან და რამდენიმე სტუმარი, ეს იყო თან ბიზნეს სექტორი, საკმაოდ ისეთი მაღალი კატეგორიის სტუმრები, სამწუხაროდ არ შემოუშვეს ქვეყანაში გარკვეული საბუთების, უქონლობის გამო. თუმცა, როგორც თვითონ სტუმრები ირწმუნებიან, საბუთები ყველაფერი ჰქონდათ წესრიგში, წინასწარ შეავსეს ვიზა და სრულად წარმოადგინეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი. რა არის უარყოფითი მხარეები, რაც ახლავს, ასევე თქვენ საუბრობდით, რომ რთულია საორგანიზაციოდ მათთან კომუნიკაცია. რა არის ის სირთულეები, რასაც აწვდებით ორგანიზატორები? იცით რა არის, მე ვერ ვიტყვი, რომ რთულია მაინც და მაინც ორგანიზების კუთხით, მაგრამ როდესაც ახსენებენ, რომ ინდოეთი და ინდოელი სტუმრები არიან მაღალი გადახდის უნარიანები, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა გადახდის უნარიანი იყოს ამ ქვეყნის წარმომადგენელი, ის ყოველთვის ეძებს რაღაცა იაფიან ალტერნატივას, უფრო იაფიან ვარიანტს, მისთვის ერთ და ორ ლარსად შეიძლება კონდეს მნიშვნელობა, მუდმივად შემოდის
მოვაჭრობის პოზიციაში, მუდმივად ცდილობს, რომ რაღაცა უკეთესი მომსახურება მიიღოს გაცილებით დაბალ ფასად და ეს ქმნის რაღაცა ერთგვარ დისკომფორტს კომუნიკაციაში. ერთგვარი კულტურაც მე მგონი ამ ქვეყნებისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამახასიათებელი. ეს არის ჩვეულებრივი კულტურა ამ ქვეყნის, ანუ მას ესმის, რომ რაღაცა გარკვეული მომსახურება არის საკმაოდ ხარისხიანი, ძვირად ღირებული, უნდა მაინც და მაინც ეს ძვირად ღირებული სერვისი, მაგრამ უბრალოდ მისი კულტურის ნაწილია, რომ აუცილებლად უნდა ივაჭროს ამისთვის. ინდოეთის გარდა ვინ არის კიდევ ვინც ინტერესდება საქორწინო ტურიზმით? თქვენ პრაქტიკაში რომელი ქვეყნებისთვის გაგიწევიათ მსგავსი მომსახურება? ვინ არის უფრო კარგი გადამხდელი, როცა ვსაუბრობდით საუბრის დასაწყისში, რომ რატომ მაინდა-მაინც ინდოეთი და არა სხვა ბაზრებიც, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს, ვის განიხილავთ თქვენ თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე? პირადად ჩემი პრაქტიკით, ანუ აქტიურად მუშაობ ქორწილების ორგანიზებაზე პანდემიის შემდეგ, ანუ ბოლო რამდენიმე წელიწადია და ექსკლუზიურად მასპინძლობ ევროპულ ქვეყნებს. დამიორგანიზებია ქორწილები ჰოლანდიელებისთვის, ირლანდიელებისთვის, ინგლისელებისთვის და არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა. უბრალოდ ძალიან სამწუხარო არის, რომ ქვეყანა არ მუშაობს ამ მიმართულებით. ანუ ეს ქორწილები ევროპული ქორწილები ეგრეთ წოდებული, რაც მე ვახსენე, ეს ხდება უშუალოდ ჩემი კონტაქტებით, ანუ უბრალოდ ეძებენ Google-ში ვთქვათ კომპანიას, რომელიც საქართველოში აკეთებს ღონისძიებებს ქორწილებს და ასე ვთქვათ ამ გზით მპოულობენ და მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ აი ამ მიმართულებითაც რომ იმუშავოს, საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა დასავლური მოწინავე ქვეყნებიდან და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გრძელ ვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი არის დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობა, ვიდრე მაგალითად აღმოსავლურ ბაზართან. საფო, ბოლოსკენ რო თქვათ, რა არის დანახარჯები და ხარჯი, რასაც წევენ ამ ღონისძიებისთვის ევროპელი თუ ინდოელი სტუმრები? თუ შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ. ინდოეთი ალბათ სამიზნე ბაზრად არის იქიდან გამომდინარეც, რომ ცნობილია, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენს მათ შორის, რომ ეს დღეები გრძელდება კვირითაც კი და ბევრად მეტი იხარჯება ასეთ ქორწილებზე. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე მონაცემები რას ამბობს? იცით რა არის ქორწილი, ხა ესე კონკრეტულ ციფრს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ შეიძლება ქორწილი იყოს ძალიან მაღალ ბიუჯეტური, შეიძლება ქორწილი იყოს საშუალო ბიუჯეტური. საქართველოში ვინ ჩამოდის ამ პრაქტიკიდან? საქართველოში ვინც იცით რა მართალი გითხრათ, ინდოელებისთვის მე ქორწილი ჯერ არ დამიორგანიზებია. მქონია ერთი-ორ ჯგუფთან მუშაობა, ოღონდ ეს იყო უფრო ბიზნეს ტურიზმი, თუმცა როგორც გითხარით, ანუ ევროპული ბაზრისთვის მე როდესაც მუშაობ, შეიძლება ჩაითვალოს, პირობითად 30-40,000 евро, ეს ითვლება უკვე საკმაოდ ისეთი კარგ ქორწილად და უბრალოდ არ ვიცი ეს ინდოელებისთვის, აი მაგას ვამბობ, რომ ყოფილა რამე კვლევა, რა ითვლება მაგალითად მაღალ ბიუჯეტურ ქორწილად ინდოელებისთვის, ხო? რაღაცა ციფრები უნდა არსებობდეს და მის მიხედვით უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ შედარებებს, რომ ვინ უფრო ბევრს ხარჯავს. თუმცა კიდევ ერთხელ მე ხას გავუსვამ, რაც არ უნდა დიდ თანხას ხარჯავდეს აქ ინდოელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც აღნიშნე, ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაცილებით მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე მაგალითად აღმოსავლურ ბაზართან მუშაობა. იმიტომ რომ ეს პირდაპირ პროპორციულია ხარისხთან. ძალიან დიდი მადლობა, სოფო. მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის. კვლევები არის ის მთავარი პრობლემა, რაც არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ ბევრ მიმართულებაში სამწუხაროდ არსებობს და არასდროს არ ვიცით გადაწყვეტილების მიღების დროს რა უდგას საფუძვლად ამ ყველაფერს. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, სოფო ამირანაშვილი, მუზეის დამფუძნებელი და ღონისძიებების ორგანიზატორი, პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.